მოგესალმებით ჩვენო ემიგრანტებო, ჩემო გამომწერებო, დიდი მადლობა ყველას, ვინც აი 74,000 ადამიანს ეს რა ქვია, დაფიქსირებული ბატონი დავითის თანაგრძნობა და გამოხატული, მადლობა ყველას, ვინც გამოხატეს დავითის თანაგრძნობა. უკეთესად არის დავითი, არ ვიცი ხო უკეთ ორშაბათს კიდე მოხდება ექიმთან შეხვედრა და დალაპარაკება და ნახოთ როგორი შედეგი იქნება და რა იქნება. ჯერჯერობით ისევ სასწავლებლებში ვართ და მადლობა იმისთვის, რომ აი თქვენ გამოხატეთ, გამოთქვით სურვილის დახმარებაზეც, რომ დაიფაროს მერე ხარჯები, საავადმყოფოს ხარჯები და კიდევ თუ რამე საჭირო იქნება, ეტაპობრივად მერე მოგახსენებ. აი ეს პატარა ვიდეო იყოს ჩაწერილი იმისთვის, რომ ძალიან ბევრი მაწუხებთ, როგორ არის, რა შვება, მეზობელი ვარ, დეიდაშვილი ვარ, ბიძა და ეს და იცოდეთ აი დავითის მდგომარეობა, ამიტომ ჩავწერე ვიდეო. დავით, მე მოვედი ახლა შენთან ჩემოკარგო, სამსახურის 100 ევრო მოგიტანე, რაღაცაში პატარაში მაინც გამოგადგება, ჩვენ ჯგუფში სამსახურებიდან შემოვხდის 100 ევრო და ასე მოდივართ და ვეხმარებით ჩვენს მიგრანტებს და ჩვენს თანამემამულეებს. ხალხო, აი ამისთვის გჭირდება ჩვენ სამსახურები, მოგვაწოდეთ, რომ ასეთ სიტუაციაში გამოვიყენოთ და დავუდგეთ ჩვენს ემიგრანტებს გვერდში. არავინ არ ვიცით, ვის რა დროს რა დაგჭირდება. მადლობა ყურადღებისთვის და გამოჯანმრთელება ჩვენს დავითს.